Le premier défi et le premier enjeu ვიტყოდი, რომ საქართველოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა უპირველეს ყოვლისა დემოკრატიის საკითხია, რადგან დღეს ჩვენ ერთპარტიული რეჟიმის წინაშე ვართ. ჩვენი პარლამენტი არალეგიტიმური პარლამენტია, იმიტომ რომ არჩევნები გაყალბდა. იმიტომაც რომ ეს არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელშიც არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შესულა. მთავრობაც სწორედ ამ ერთი პარტიის მიერ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც კიდევ უფრო მძიმეა, ამ პარტიის ხელშია ქვეყნის ყველა ინსტიტუტი, ხოლო თავად ეს პარტია ერთი კაცის, ბატონი ივანიშვილის ხელში, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს. ასე რომ ეს არის რეჟიმი, რომელსაც არაფერი დემოკრატიული აღარ გააჩნია, რომელიც იქცა რუსული სტილის მმართველობად, სადაც ძალაუფლების ვერტიკალურმა დანაწილებამ დემოკრატიული ორგანიზაციები ჩაანაცვლა. ეს არის რეჟიმი, რომელიც გაცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს. რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ჩვენს წინაშე არის გეოპოლიტიკური გამოწვევები. საქართველო რუსეთისთვის გარკვეულწილად მეორე უკრაინაა. საქართველო თუ ამიერკავკასია, როგორც მას რუსეთი უწოდებს, შავ ზღვაზე გასასვლელია და აშკარაა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაში ამ ტერიტორიაზე ბატონობის და კონტროლის აღდგენის სურვილი არსებობს. ამას რუსეთი სხვადასხვა გზებით ცდილობს. ამის მაგალითია 3+3 ფორმატი, რომელიც რუსეთის, ირანის და თურქეთისთვის, სომხეთთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან ერთად რეგიონის კონტროლის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს. რუსეთი საქართველოს, მოლდოვას და რუმინეთის წინააღმდეგ დემოკრატიულ ინსტიტუტებს იყენებს არჩევნებს, პოპულიზმს, კორუფციას, პროპაგანდას, რომელიც ყველგან ერთნაირია ცენტრალურ თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. საქართველოში გვესმის არგუმენტი არ გვინდა ომი, გვინდა მშვიდობა. ეს კლასიკური პროპაგანდაა, რომელიც ყოფილმა საბჭოთა ხელისუფლებამ განაახლა. რაც შეეხება ომს უკრაინაში, ევროკავშირი იღვიძებს ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის გათვალისწინებითაც, ასე რომ როგორც არასდროს ეს არის ევროკავშირის თავდაცვის და საკუთარი თავის დამკვიდრების დრო. საქართველო არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, არა ერთადერთი.